მოგესალმებით. დღეს ტრადიციულად გაიმართა უმრავლესობის ხდომა, რადგან მიმდინარე კვირა არის სასესიო კვირა. განვიხილეთ ბევრი საკითხი, გავიარეთ ბევრი საკითხი, არ გაგიკვირდებათ და მთავარი საკითხი იყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ის მოვლენები, რაც ვითარდება ქვეყანაში, ჩვენი გუნდი ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში და ყველამ ზუსტად იცის და ჩვენმა მოქალაქეებმაც შეუძლიათ იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, ეგრეთ წოდებულებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მე აგენტურაზე მაქვს საუბარი, რომელსაც ისინი გეგმავენ და ჩვენ ვიხილეთ დღეს გახმოვანდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, რომ მათ შორის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერმა გიორგი გახარიამაც საკუთარი პირით აღიარა, რომ ახალ წლამდე თუ არა ინაუგურაციამდე ამერიკის შეერთებული შტატების მაინც უნდა მოასწრონ მათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფრაზა გამორჩა მგონი ყველას. პირველი ფაზის გადალახვა. მეორე ფაზაში რა იგულისხმება, ალბათ ყველა ხვდება, ამაზე ქონდა ბევრი მსჯელობა ჩვენ და გუნდის ყველა წევრი უერთდება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია თქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენ გავიარეთ ასევე მიმდინარე საკითხები. 20-ზე მეტი საკითხი იქნება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. მე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ძალიან მოკლედ მოგიყვებით. პირველი ეს არის საარჩევნო კოდექსი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ამ კანონს მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებულ წესით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით ყველა ნორმის დამტყვევით, ასე ვთქვათ. რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით 4%-იანი ბარიერით და ასე შემდეგ. შეგიძლიათ კითხვაც კი აღარ დასვათ, იმიტომ რომ ყველა კითხვაზე უნდა გიპასუხოთ ჟურნალისტებს, რომ 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. ანუ არც ერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით. კითხვის დასმას რა თქმა უნდა ვერ შეგიზღუდავთ, თუმცა იგივე პასუხს მიიღებთ, იმიტომ რომ არც ერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული. მეორე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევაცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას. მესამე, ჩვენ გვაქვს პაკეტი ცვლილებებისა და ეს უკვე ცნობილი პაკეტი, ამის შესახებ ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, რომელიც ეხება პიროტექნიკის გამოყენების შეძენის, შენახვის და ამ შემდეგ რეგულაციის გამკაცრებას და ეს ჰაერიდან არ მოგვიტანია მოგიხსენებათ. მიმდინარე დღეები ცხადყოფს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებაა და ასევე იგივე პაკეტში ჩვენ დავაყენებთ მომდევნო დღეებში ხვალზე ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დარღვევად ჩაითვლება, კანონდარღვევად ჩაითვლება ნიღბის ტარება ასეთი შეკრებების დროს, როგორც დღეს თბილისში ხდება და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხდება. შემდეგი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ ბიუჯეტისთვის, მეორე მხრივ ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ასევე სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, მართლმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეთ ცვლილება. სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაზვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობით სიგარეტის შემთხვევაში და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თამაშობის ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-მდე. ანუ როგორც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან
დაკავშირებით თქვენ იცით რომ ესტონური მოდელის მიხედვით გათავისუფლებული იყო ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან და იმისათვის რომ შემცირდეს გარკვეული რისკები განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებაში ეს საკითხი მტკივნეულია ხოლმე თავისი ხანდახან ძალიან ცუდი და სავალალო შედეგი თქვენ იცით რომ სხვა სახის გადაწყვეტა მაინც და მაინც ისეთი შედეგი რომელსაც ჩვენ არ მოგცა და ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ასევე საქართველოს პარლამენტი დაუშვებს იმ მოცემულობას რომელშიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ამაზე ჩვენ წინა კვირაში ვისაუბრეთ ეკნებათ იმ პარტიის წარმომადგენლებს რომელსაც ეყოლებათ საქართველოს პარლამენტში 7-ზე მეტი წევრი და შესაბამისად ხალხის ძალის ინიციატივას ჩვენ დავეთანხმეთ და მათ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ მათ მე ვინც გადაწყვეტ შემოსვლას ეკნებათ საშუალება რომ 7-ზე მეტი წევრის ყოველ შემთხვევაში შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საკითხი ეს არის საქართველოს ბიუჯეტი თქვენ იცით რომ ბოლო პერიოდის ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგცა საშუალება რომ შევცვალოთ მიმდინარე ბიუჯეტი შევიტანოთ ცვლილებები 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და ხარჯების ნაწილი გავზარდოთ ამ მიმართულებით რადგან საშემოსავლო ნაწილი არის გაზრდილი და ჩვენ ვიმსჯელებთ მიმდინარე კვირაში მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ თქვენ იცით რომ 28 მილიარდზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტი და ნაერთი ბიუჯეტი 32-ზე მეტი 32400 მილიონი ლარი დაახლოებით ამ თანხებზე ამ რიცხვებზე საუბრის და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის საშუალება ჩვენ მოგცა იმ ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ რაც მიუხედავად საშინაო თუ საგარეო გამოწვევებისა მიუხედავად რეგიონში არსებული მძიმე სიტუაციისა ომებია ირგვლივ ძალიან კარგად ვიცით ყველა აი ამ ვითარებაში ჩვენ შევძელით რომ სახეზე გქონდა ჩვენს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ეს საქართველოს ბიუჯეტზეც აისახება. დიდი მადლობა ეს არის ძირითადი საკითხები რომლებზეც ჩვენ მიმდინარე კვირაში ვიმსჯელებთ არის სხვა საკითხების თუ კითხვები იქნება მათთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ და ასევე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მოგესალმებით ბატონო მამუკა, რამდენიმე კითხვა მექნება. პირველი კითხვა შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ბლინკენი ამზადებს გარკვეულ ზომებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის საუბარია სანქციებზეც და სხვა პასუხისმგებლობებზეც. კუდის მოქნევის მორიგი ძალიან ცუდი მცდელობა ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ის ბიუროკრატი, რომელმაც მაგალითად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაწიოს ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი. და მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩვენი გუნდის პოზიციაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას. რომ უნდა შეწყვიტონ მათ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მით უმეტეს ესეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შეწირონ ამ საშინელ ომს და ეს არ აკეთონ შვიდობაზე ზრუნის ნაცვლად. აბსოლუტურად ვუერთდებით ამ განწყობას და პათოსს. როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩვენ გვახსოვს წინა წლებში, წინა თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისევ ბატონ ბლინკენის გახმოვანებით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როდესაც ასე ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის მხარდასაჭერად, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებია სწორედ, რომლებიც აქეზებენ და რომლებიც აქეზებს ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში. ჩვენ
გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი. მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, თუ არ ვცდები, გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ კაცი და ქალი არ დაუძახონ. ასეთ ხალხთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება და ამიტომ ყველას მოუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის გარეთ. ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის დღეს ელჩი დანიგანის მიერ გახმოვანებული მისი პოზიცია პიროვნული პატივისცემის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას და როდესაც ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ ქართულ ოცნებას თითოეულ მათგანს, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. შევახსენებ, რომ მოძალადედ როდესაც მოიხსენიებენ ქართულ ოცნებას, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და მათი მსგავსი განცხადებები ახალისებს მათ მიერ ამ შემთხვევაში, აი ამ განცხადებითაც მათ შორის მხარდაჭერილი პარტიების მიერ ორგანიზებას ძალადობისას. და ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ეს ორგანიზება ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან, მომარაგებაც ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან. და ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი განცხადების ყველა ავტორმა. და ისიც უნდა გაითავისონ, რომ არა მხოლოდ წახალისება, არამედ როდესაც ისინი საუბრობენ რომელიმე პარტიაზე, ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არა, ამ ძალადობის ინიციატორებიც არიან, ჩვენ ვხედავთ ქუჩაში იმას, რომ ინიციატორები, დამწყები ძალადობისა არიან მათი მხარდაჭერილი პარტიები და მათზე აყოლებული შესაბამისი პირები და აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო თუ არ მიწყენ თქვენი კითხვის საპასუხოდ და მოუწოდო იმ ახალგაზრდებს, მე დარწმუნებული ვარ ძალიან მცირე რაოდენობას პროცენტულად პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება რაღაცას იჯერებდეს და აპროტესტებდეს რაღაცას. დიდი ბოდიში თქვენთან ყველასთან, მაგრამ ისინი მოგიხსენიებენ როგორც სასარგებლო იდიოტებს. ეს არ არის ჩემი ტერმინი. გიყურებენ და მოგიხსენიებენ სასარგებლო იდიოტებად. და ჰაერიდან არ მომიტანე ეს სიტყვები და ხვდებიან ხოლმე რომ შესაბამისი ინფორმაციებიც გვაქვს. და ნუ გამოაყენებინებთ თავს. და ნუ გახდებით იმ ძალადობრივი ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლები და პროპაგანდის მსხვერპლები, რომლის მიხედვითაც ისინი გაჯერებენ, რომ გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში, რომლის მიხედვითაც ისინი გაჯერებენ, რომ 300-დან 400,000 ხმის ფარგლებში გაყალბდა ამ ქვეყანაში, ამ სიგიჟეს გაჯერებენ. ნუ გამოაყენებინებთ თავს. მიმართავ ახალგაზრდებს პარტიულ ნაწილთან არ მაქვს ამ შემთხვევაში. მიმართვის საშუალებაც კი აზრი არ აქვს. მაგრამ ვინც კი გულწრფელად შეიძლება აპროტესტებდეს. ესენი არიან ადამიანები სერიოზულად რომ ლაპარაკებენ და მე სკანდინებენ რა მაგარი რაღაც თქვაო, რომ ძაღლს თურმე საბაკა აღარ ერქმევა ამ ქვეყანაში. აი ამ სიგიჟეში გითხრევენ. ამ შეურაცხყოფელ პროპაგანდაში გხვევენ. და მოგიწოდებთ ყველას, რომ აი ასე ნუ მოახსენებიებთ თქვენს თავს. და საკუთარ თავს ყველამ მეტი პატივი ვცეთ და ნუ გავხდებით ნურავენ პროპაგანდის მსხვერპლები. გასაგებია რომ ჩვენ გადავივლით ამ ამბავს, არ არის დიდი სირთული საბედნიეროდ ესენი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვზრუნავთ ახალგაზრდებზე, რომლებიც მთელი სერიოზულად ფიქრობენ, აქ წლებია, მომავალია, რაღაც იდეებია, სამუშაოა და ამ დროს ახალგაზრდები უნდა იყვნენ და არსებობდნენ ჩვენ ქვეყანაში, რომლებსაც გონიათ რომ მართლა ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ. და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ რუსი პროპაგანდისტები და მედია საშუალებებიც კი აღიარებენ დღეს და გავრცელდა ინფორმაცია,
რომ კოლ-ცენტრები ქონდათ მათთან ნაცმოძრაობის თავარ დამფინანსებლებს. ისინიც კი ვერ გაექცნენ ამ ფაქტს, რამდენად მართალია ტყუილია წარმოდგენა არ მაქვს. რუსი პროპაგანდისტები ყვებიან დღეს რომ მათთან თურმე ქონიათ კოლ-ცენტრები ნაცების დამფინანსებლებს. და მე მოვლენ და რაღაცა რუსულ თემებზე მე მეკითხებიან ხოლმე რაღაცებს. რუსული რუბლები დაფინანსებული პოლიტიკოსები რო ყავთ კუმირებად. ასეთი ჟურნალისტები თუ ჟურნალისტები ბჭყალებში ან მის გარეშე თუნდაც კი ბატონო. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი ტვინით და არ უნდა მოვიქცეთ ვიღაცის აი ამ ბინძური პროპაგანდის ქვეშ. კითხვა მექნება ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით 16-17 დეკემბერს ევროპის საბჭოს ხდომა გაიმართება, სადაც ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ იქნება გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებზე მსჯელობა. ზუსტად ამას ლაპარაკობთ ჩვენ გასული დღეების განმავლობაში და ზუსტად ეს დავაზღვიეთ ჩვენი გადაწყვეტილებით. მათ შორის იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ამბობენ რა გინდოდათ. აგერ ბატონო, დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17-ია ის რიცხვები, ჩვენ ხომ ამბობდით 16 რიცხვს დავასახელეთ უკვე. 16-17-ია ის თარიღები, როცა ვიღაცაებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად ამისი პრევენცია და შიდა სერიოზული, ასეთი კი არა, 100-ჯერ სერიოზული არეულობის პრევენცია მოვახდინეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით დავასწარით და მათ არეულობის რესურსი 100-ჯერ შეუმცირეთ, ეს შეიძლება პირობითი ნათქვამი იყოს, მაგრამ ერთიორად ნამდვილად შეუმცირეთ. და თუ ჩვენ რაღაცა турბულენტობა რაღაც, არ ვიცი, თუ გნებათ ბალებით შევაფასოთ, 3 და 4 ბალის მივიღეთ ახლა, ორჯერ მეტი турბულენტობა შეიძლება ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები, რომლებიც აღიარებენ თავად აგერ წეღანას ვთქვი, გახარია აღიარა, რისთვის ემზადებოდნენ. ახლა წლამდე ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა, მინიმუმ ეს პირველი ფაზა მნიშვნელოვანი რამე წარმოწდა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რომ მას წამოწდა ის, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით. უფრო მნიშვნელოვანი წამოწდა პირველი ფაზა. უნდა დავამთავროთ ტრამპის ინაუგურაციამდე ამბობს ადამიანი. პირველი ფაზა. მეორე ფაზა რას ნიშნავს? უკვე კითხვა და ამაზე კომენტარებიც კი ზედმეტია. ეს მეორე ფაზა არის ომი, ქაოსი ამ ქვეყანაში, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და უმალვე ომის დაწყება. და ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ თითქოს და პროპაგანდას ვახვევთ ჩვენ აქეთ გაღმარებ გვედავებიან. ჩვენ რო ვახვევთ თითქოს ვიღაცას პროპაგანდას, თავადვე წამოსდებათ ხოლმე ეს ამბები. 16-17 დადასტურდა, ინაუგურაციამდე მათი გეგმების პირველი ნაწილი დადასტურდა. რაღა დარჩა? დარჩა კიდევ კითხვის ნიშნები, აღარ დარჩა კითხვის ნიშნები. ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყოს, არის უბრალოდ ვინც კი შეიძლება იყოს ოდნავ მაინც ობიექტურად მოფიქრალი ამ საკითხებს. კიდევ ერთი კითხვა მექნება ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გახშირდა ბულინგი ბოლო დღეებია ქვეყნდება კონკრეტული სახელები და გვარები სიები შედგა ასევე არაერთი ფაქტი ვიხილეთ გადამღებ ჯგუფებს ასე ვთქვათ როგორ ესხმიან თავს აქციის მონაწილეები ასევე დღეს ტელეკომპანია იმედთან გაიმართა აქცია გახარიას პარტიის ასე ვთქვათ ინიციატივით ეს ბოლო პერიოდის ანუ ეს ქმედებები კონკრეტულად ტელეკომპანიების მიმართ. პირველი, სია ვინ გამოაქვეყნა? სია გამოაქვეყნა იმ ადამიანმა, რომელიც არის მეუღლე 4 მიცვალებულის სახურავზე შემოწყობის ინიციატორი ვინც იყო. პარადოქსიც აღარ ქვია რაღაც სიტყვა მოსაფიქრებელი, რაც ამას აღწერს. ფაშიზმის გამოვლინება ბუნებრივია ასეთი ადამიანების მხრიდან. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. სიას რომ აქ დანოსებს აკეთებენ, სიას აქვეყნებენ და უგდებენ საჯიჯგნად ყველაზე რადიკალ ადამიანებს. თავისი კოლეგა ქვია ის როგორ შეიძლება მე თქვენ არ მოგაყენოთ შეურაცხყოფას რომ ის თქვენი კოლეგაა, მაგრამ იდეაში მაინც თქვენს კოლეგად იწოდება და ამ რაკურსიდან თქვენ მისი კოლეგები ხართ და თქვენი სახელები და გვარები ჩამოწერა რომ საჯიჯგნად მიეგდობით ფაშიზმის წვერვალი. ეს ერთი. მეორე, დღეს რაც გაბედეს გახარიას პარტიის, ანუ ყველაზე უმორალო პარტიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ
მტერი პოლიტიკური მტერია, მაგრამ მტერთან მოღალატე უფრო ამორალურია, ვიდრე თავად მტერი, ხო ასია? მტერთან მოღალატეებმა რაც გაბედეს და რა გაბედეს იმასაც გეტყვით. თუ იმეს ამაზე არ უფიქრია ჯერ. ყინულ მჭრელის როლი შეასრულეს. იმედთან პირველად ისინი გამოუშვეს, რომ მიაჩვიონ ყურს და თვალს. ეს ყველაფერი შეიძლება თურმე კერძო ტელეკომპანიასთან, კერძო საკუთრებასთან მიხვიდე და მოთხოვოს არედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ესეც ფაშიზმის ერთ-ერთი მტკიცებულება და გამოვლენა. ტელეკომპანიასთან რომ მოდიან კერძოსთან, იქ რაღაცა გამართლებას პოულობენ საზმაოსთან ისulis. საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ მიდიან, რაღაც ჩვენი ფულით ფინანსდება და რაღაცა გამართლებას პოულობენ. იქაც შეუძლებელია გაიგო იმ პოზიციისა, რომლის მიხედვითაც საზმაო მათი ჭკუით უნდა დაალაგოს სარედაქციო პოლიტიკა. მაგრამ უკიდურესი თავხედობაა და ფაშიზმია კერძო ტელევიზიას მიადგე და უთხრა რომ შენ რასაც ლაპარაკობ ის არ ილაპარაკო და ილაპარაკე სხვა რამე. შენ აწარმოებ პროპაგანდას და არ მოწოს მისი აზრით. არის საშინელება, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და მოდიან კერძო საკუთრებასთან, კერძო ტელევიზიასთან და ითხოვენ რაღაცას. იცით რატომ? გაჩვევენ, რომ ხვალ კიდე დიდი აქცია გაიმართოს, ზეგ შემოვარდნენ. მასზე ეთერი დაიკავონ. აი ეს უნდათ. რაც გააკეთეს ნაცემმა თავის დროზე, ეხა იმის საშუალება უბრალოდ არ აქვს და შემოვარდნის საშუალებას არავინ არ მიცემთ მათ. მაგრამ ცდილობენ, მაინც ყველა მცდელობას არ აკლებენ, რომ იგივე შედეგამდე რამენაირად თეორიაში მაინც მივიდნენ და გააპრაქტიკულონ მერე ეს. ვერ ეღირსებიან გასაგებია, მაგრამ ხო ცდილობენ. ესე ხელისუფლების გადატრიალებასაც ცდილობენ და ამასაც ვერ ეღირსებიან, მაგრამ ხო ცდილობენ. და გამოუშვეს ყინულმჭრელად გახარიები, ყველაზე უმორალო ადამიანები. დაადგნენ იქ და ითხოვდნენ შეცვალე კერძო კომპანიას, ხო? შენ ჩემ ჭკუაზე იმოქმედე. წარმოიდგინეთ, რას კადრულობენ და რას თავხედესთან გვაქვს საქმე. აი ამასთან გვაქვს საქმე რეალურად და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ნაცმოძრაობის ყველაზე უმორალო ნაწილმა მათთან მოღალატეებმა ითამაშეს დღეს ყინულმჭრელის როლი, რომ შემდეგ ეს გახდეს პერმანენტული და ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას არ მიცენ თავისუფლად მოქმედების საშუალება. ამ ყველაფერს მოაქვს შემდეგ ჟურნალისტებზე დავთანხმაც და ბულინგიც და ყველაფერი. ამას რო უშვებთ ჩვენ ყველანი ერთად, მეც მათ შორის, ალბათ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყავ წინა განცხადებაში. როცა დაძდევენ თქვენ ჟურნალისტებს, აგერ ხედავ ერთ ადამიანს, რომელსაც რაღაცა წრეს უკრავდნენ იქ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, კიდევ უფრო მკაცრები და რადიკალურები უნდა ვიყოთ ამ შეფასებაში. და შემდეგ აღარ მივალთ იმ ზომამდე, რომ მათი რაც არ უნდა მართლა ფაშისტი იყოს ის ქალი ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაეს, მე თვითონ პირველივე წუთებში ჩემი ინიციატივით, რასაც იშვიათად ვაკეთებ, ჩავერთე თქვენს, მე დავუკავშირდი იმ დღეს თქვენს პროდიუსერებს და ვთხოვე რომ ჩართულიყავი, რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. ამორალური და ამაზრზენი უწოდე TV პირველის იმ ჟურნალისტზე თავდასხმას, რომელსაც იმდენი ფეიქ სიუჟეტი აქვს ჩემზე ნაკეთები. ისეთი რაღაცეები აქვს ნაკეთები, მაგალითად, ჩემს სოფელშია ჩასული ეს ადამიანი და ხანში შესული მშობლები ერთი თვე წნევას ვერ იგდებდნენ. აი ამ დეტალებზე შემიძლია ვილაპარაკო. თითქოს საკარმი და მომიწის ნაკვეთები დამალო. აი ასეთი ამაზრზენი ჟურნალისტიც კი უნდა იყოს დაცული ბოლომდე და მართლაც მასზე თავდასხმაც არის უკიდურესად ამორალური და ამაზრზენი. უნდა შევძლოთ ამის ლაპარაკი. ისევე როგორც აგერ იმ გოგონაზე, რომელიც გვერდით გიზის, თავდასხმა იყო ამაზრზენი და კიდევ უფრო მკაცრად რომ დაგვეგმო ყველას ერთად. და თქვენს კოლეგებსაც შეძლებოდა და იმ დარბაში ჩემს კითხვაზე პასუხი გაეცათ, რომ ამორალურია თუ არა მეგინ არსავიძეზე ის თავდასხმა და იმ სიტყვების სკანდირება, რასაც დემონსტრანტები აკეთებდნენ, მაშინ ვიღაცა შეიძლება თავი შეეკავებინა ეს რომ მქონოდა ტელევიზორში თუ Facebook-ში თუ სადმე ნანახი. ესეთი მკაცრი დაგმობა, მაგრამ არა. მათ უნდათ რომ სამხრივად დაგმონ ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ის რაღაც ხარისხის, ეს რაღაც ხარისხის, მაგრამ ამორალურია. ერთიც და მეორეც. ვიღაცა შეიძლება ერჩივნოს კიდევაც რომ მორალურად არ მიაყენოს ასეთი მძიმე ტრავმა და შეურაცხყოფა. და ფიზიკურად მიაყენოს, თუმცა ესეც წარმოუდგენელი მსჯელობაა თავის მხრივ. მართლა ამაზრზენი კადრი იყო, როცა კაცი რო ქვია. ქალს ესმის თავს და კისერს უგრიხავს და ძირს აგდებს. და ფეხებით დახტის ვიღაცა ადამიანის იმაზე, თავზე. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, ორი ასეთი შემთხვევა ნახეთ ამ დღეებში. ამორალური და ამაზრზენია, შეუძლებელია ამის ყურა, არ შეიძლება. არ უნდა დაუშვათ, უნდა დავგმოთ, მაგრამ ეს სამხრივი დაგმობა თან შენ აქვეყნებ ფაშისტურ სიებს აქ.
და თან ითხოვ სოლიდარობა შენი კოლეგებისგან. ეს არ არის ასე. ცოტა უნდა ჩამოუყალიბდეთ ეს ორმაგი და ასმაგი სტანდარტი თავის მხრივ ამორალურია კიდევ. ჟურნალისტი, მოქალაქე ყველა იმსახურებს, რომ ის იყოს დაზღვეული ფიზიკური თუ მორალური თავდასხმებისგან. პრინციპში თქვენ ნახევრად ისაუბრეთ პირველის ჯგუფზე თავდასხმაზე. მე მინდა გითხოთ, ანუ გამოძიება უკვე დაწყებულია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს ეს საქმე შესწავლილი. ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა მას ბევრი ლაპარაკი. მაქსიმალურად უნდა შეეცადოს საგამოძიებო უწყება, ვინც ამ საქმეს იძიებს, დღეს რაღაც განცხადებებიც იყო, რაღაც შეკრებებით ჩატარდა თუ არ ვწდები თუ არ ვიცი რა მოხდა. ვერ მივადევნე ბოლომდე თვალყური, საგამოძიებო მოქმედებები არის ინტენსიურად დაწყებული და ბუნებრივია, სახელმწიფოს ინტერესია, რომ ყველა დეტალი, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში იყოს გამოძიებული და გამოძიება ბოლომდე მიყვანილ. და ბოლო კითხვას ბოდიში კოლეგებთან. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რა ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანია ის კანონ პროექტები, რომელიც კანონად უნდა იქცეს, დღეს იგივე შეკრების ადგილას ნიღბების გამოყენების საკრძალვა პიროტექნიკის დაცვა. ხო, არარელევანტურ პასუხებს იძლეოდნენ NGO სექტორის წარმომადგენლები, პარტიის წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით, ჯერო პოლიცია მოიხსნა ნიღაბიო. ანუ თან ევროპა უნდა თვითონ, რა ევროპა უნდა კი ვიცით მათ. მაგრამ თან ვითომ ევროპა უნდა და გერმანული, ფრანგული და მსგავსი მოდელები არ არის მათთვის მისაღები. ანუ თუ კი გერმანიაში და საფრანგეთში, ამ ორ წამყვან ქვეყანაში, ევროპისა, რაღაც რეგულაცია არსებობს უფრო მკაცრი, მსგავსი არ უნდათ აქ. ანუ შენ თუ მე მახსნევინებ ნიღავს, რომ გინდა მაიზამე თუ ვიძალებ და ამომიცნო, პოლიციელმაც მოიხსნას, მე რომ უნდა ვაბულინგო პოლიცია, არარეალურ მსჯელობაში არიან შესული. ადგილენ თუ არ აქვს წაკითხული, წაიკითხონ. ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება მიმართულებაზე მიხვდებიან რაც ისულელებს ლაპარაკობენ. და შემდეგი კითხვა. ბატონო მამუკა, მე მინდა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით რომ მკითხოთ. ბოლო დროს ისინი აქციებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ბრიფინგებში ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ის ითხოვენ ახალ არჩევნებს და ასევე იმასაც ამბობენ, რომ უნდა გაძლიერდეს წნეხის საერთაშორისო საზოგადოებასა და სანქციებთან დაკავშირებით გააგრძელონ მუშაობა. თქვენი შეფასება როგორია და როგორ აფასებთ? არანაირი შიდა გეგმა და რესურსი მათ არ გააჩნიათ, მთლიანად თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარედან რამაშველს გადმოუგდებენ მათი პატრონების გავლენის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ბიუროკრატიების წარმომადგენლები და ქვეყნის შიგნით მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. წარმოიდგინეთ, პირველი შემთხვევა ალბათ თუ არ მეშლება, თუ მეშლება შემისწორეს, როდესაც ტრიბუნა არ დგას აქციებზე და სიტყვით არავინ გამოდის. უბრალოდ მიდიან, ხან ძალადობენ, იყო 2 დღე, როცა 2 თუ 3 დღე, როცა საერთოდ არ უძალადიათ და ამ შემთხვევაში პოლიციას არ მოუწია რელევანტური და ადეკვატური პროპორციული ძალის გამოყენება. მათი შიდა გეგმები არ არსებობს ფიზიკურად. დამოკიდებულები არიან გარედან რას გადმოუგდებენ. ასევე მინდა რომ გკითხოთ აქციებთან დაკავშირებით თქვენი შეფასება როგორია? ხშირად ამბობთ ხოლმე რომ ეს არის უკრაინული მაიდნის სცენარის გამეორება. რა მიზანი აქვს ამ აქციებს, რომელიც უკვე პრინციპში ყველა დეტალის დამთხოვას ცდილობენ ნაძვის ხესაც კი უკრაინულ სტილში, როდესაც მაიდანს აწყობდნენ, შემოახვიეს რაღაც ფოტოები და უნდა შევახსენო ყველას. ჩვენ ვერიდებით ხოლმე ასეთი ფოტოების გამოყენებას. და მაგალითად, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი დღეს განცხადებას აკეთებდა, მე შემიძლია ბრიფინგის დასრულებისთანავე გავუგზავნო მას თუ ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს დაზიანებული დასახიჩრებული პოლიციელების ფოტოები. ეს სამხრივად ფიქრი და მსჯელობა არ შეიძლება. როდესაც მიდიან, ძალიან კარგია. გუშინის ქალბატონი ინტერვიუს იძლეოდა და დღეს საავადმყოფოში დახვდა, ცოტა უცნაური ამბავი, შეიძლება რაღაც მეამერია და მეშლება უკაცრავად მაშინ, მაგრამ ღმერთმა კარგად ამყოფოდა ჯანმრთელად ყველა. მონახულება კარგია ნებისმიერი დაზარალებული ადამიანის, მაგრამ რომ აბაკითხეთ, არ გაგიჩნდათ კითხვა, რომელი პოლიციელი მოინახულეს, რომლის მდგომარეობით დაინტერესდნენ 150-ზე მეტი დასახიჩრებული პოლიციელი ყავს. ზოგი მძიმე, ზოგი ნაკლებად მძიმე, ზოგი მსუბუქი დაზიანებებით, მაგრამ დაზიანებებით. რომელიმე ბედი თვინმე დაინტერესდა, ან ევროკავშირის ელჩი, ან რომელიმე NGO-ს წარმომადგენელი, ან რომელიმე ოპოზიციური ერთი პოლიცielis მდგომარეობა ვინმე მოიკითხა? წარუშლელი დაზიანებები რომ კონდეთ აქვთ იმ ადამიანებს და რომ შეიძლება კონდეთ საბოლოო ჯამში რა იქნება არავინ იცის. ამით ვინმე დაინტერესდა?
და იმ რისკებით ვინმე დაინტერესდა, იმის შურდულებიდან რო ესვრიან 100 და 200 მეტრიდან რაღაც სპეციალურ რა ქვია იმას ჭანჭიკებს და სხვაგვარ საგნებს და მძიმე ქვებს რაღაც მონატეხ აგურებს და ასე შემდეგ. ვინმე ინტერესდება, თავში რო ხდებათ ეს პოლიციის მათი მდგომარეობით, ეს ცალმხრივი დაგმობა, ცალმხრივი შეშფოთება, ცალმხრივი თანაგრძნობა. ეს საიდან მოიტანეს? ეს ახალისებს, ეს ცალმხრივობა ახალისებს დანაშაულს. ეს ცალმხრივობა ახალისებს ძალადობას. და ბუნებრივად მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით რომ როდესაც შენ ცალმხრივად უთანაგრძნობ ვიღაცას და მეორე მხარესაც არის ბევრი დაზარალებული ადამიანი თან ამ დაზარალებული ადამიანების მხრიდან არ ყოფილა არც ერთი ინიციატივა. შეტევაზე სულ გადადიან მომიტინგეები, მათი პოლიციელების პოზიცია არის ყოველთვის საპასუხო. და ამ დროს ინიციატორების და მოძალადეების მხარეს კითხულობ ჯანმრთელობის მდგომარეობას. კარგი ესეც, უნდა მოიკითხო, მაგრამ არ გაინტერესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც თავს იცავდნენ, წესრიგს ამყარებდნენ და დაზიანებულები არიან ფიზიკურად. ეს არის უკიდურესად ტენდენციური ცუდი საქციელი. ბატონო მამკაცო, მე მინდა რომ ვკითხოთ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, თქვენ მის განცხადებას ერთგვარად გამოეხმაურეთ, თუმცა მინდა რომ დავაზუსტო. გახარია ამბობს, რომ ოპოზიციამ გეგმის პირველი ფაზის შესრულება ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწროს, მაგალითად, არ უნდა მოხდეს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია. აი, რას ნიშნავს და როგორ იგებთ? გახარიას წამოწდა იმისი დამადასტურებელი სიტყვები, რასაც ჩვენ კვირაზე მეტი ავსაუბრობთ, უკან აღარ დაიხია, უფრო ღრმად შეტოპა. და თქვა რომ დიახ ინაუგურაციამდე უნდათ ან როგორც მინიმუმ უნდა გააკეთონ ეს ახალ წლამდე და მაქსიმუმ შეიძლება პირიქით ტრამპის ინაუგურაციამდე. ამის შემდეგ მათ არაფრის იმედი აქვს, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ამ შემთხვევაშიც დარბილდება ის წნეხი ბიუროკრატიისა და სხვა ძალების გავლენით, რომელიც საქართველოს და მის ხელისუფლებას და მის მოსახლეობას აქვს. ჩვენ მუდმივად ხედავთ ზეწოლის მექანიზმების ამუშავებას, ჩვენ მუდმივად ხედავთ იმას, რომ გააუქმეთ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი და ასეთი სახის ზეწოლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბუნებრივი ვერ გაგრძელდება. მინიმუმ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა შემცირდება. სხვას რომ ყველაფერს დავიდავანებოდა ბიუროკრატიის დარჩენილმა ნაწილმა რომ გააგრძელოს და მოახერხოს ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომის გაგრძელება, მინიმუმ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით წნეხი მოიხსნება ჩვენზე და დარბილდება ეს ზეწოლა საქართველოზე, მის მოსახლეობაზე და მის ხელისუფლებაზე. ამიტომ ისინი ცდილობენ რომ ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწრონ ამბები, ეს წამოწდა გახარიას, უკან აღარ დაიხია და ისიც წამოწდა მასობაში, რომ ეს არის პირველი ფაზა. მეორე ფაზაზე უკვე ვისაუბრეთ და ეს შეიძლება იყოს ქაოსი, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და შესაბამისად ომის დაწყება სამ ქვეყანაში და მეორე ფრონტად ამ ქვეყნის გამოყენება, იმიტომ რომ ომის პერსპექტივაც ნაკლებია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და საქართველოს ომში ჩართვის საჭიროების ნაკლებობაც აქ გამოიკვეთებოდა, ხო? ამის საჭიროება აღარ იქნებოდა. ამიტომ უნდათ მათ მოასწრონ და ამიტომ ჩქარობენ და ამიტომ არის ბოლო რესურსი. ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებითაც, ელჩებთან დაკავშირებითაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან დაკავშირებითაც, ერთი თუ ორი ადამიანი პოლიციიდან გაწიეს, ანუ ბოლო რესურსი დახარჯეს ახლა და ეს ოღონდ ყველაზე კარგი ის ვქენით, რომ წინასწარ დავახარჯინეთ. არა მათ როცა ომს აპირებს ვიღაცა. აი საომარი მოქმედებები პირდაპირ და გადატანილი მნიშვნელობითაც თუ დაგეგმილ დროს შეძელი, მაშინ უფრო მყარად ხარ. ასე მყარად იქნებოდნენ 16 20-ში და ჩვენ ეს რესურსი წინასწარ დავახარჯინეთ და 16 20-ში აღარანაირი შიდა რესურსი მათ არ აქვთ. ბატონო მამუკამ, პირველი ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით თავდასხმაზე დაუბრუნდები, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მათ შორის ის, რომ თავდასხმელებს შორის იყვნენ პირები, რომლებიც არიან ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები. ანუ მოდი ჩვენ ამ თემებში ღრმად არ შევიდეთ, მაგრამ დავიწყოთ იმით, ვის აწყობდა. და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები. ჩამქრალი მუხტი აბსოლუტურად მოხდა რაღაც ძალიან ცუდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამაზრზენი და ამორალური ფაქტი. და ამით გამოიკვება რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები. აწყობდათ ნაცებს.
იქ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მე ვერ დავადასტურებ, იყვნენ, არ იყვნენ, თავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას და მათ, ანუ ნაცების ტელევიზიასვე თუ დავუჯერებთ, შემსრულებლებიც იყვნენ ნაცები. დაზარალებულებიც არიან ნაცები. შემთხვევით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ ამას, ისინიც ნაცები. ანუ ყველა აქტორი ნაცია, ნაცებს აწყობთ და ჩვენ გაგვიკეთებია თურმე ეს ამბავი თან მსჯელობენ. წარმოუდგენელი ამბავია. ყველა ნაცია, ყველა აქტორი დაზარალებულის, ვისაც თავად აბრალებენ ისინიც ნაცების როგორც მინიმუმ ოჯახის წევრები, ერთის თუ არ ვწდები დები და დედა ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტები, მეორის დედა აქტიური მხარდამჭერი, მამამ დაწერა რომ მე მივდივარ ახლა აქციაზე, აქციის მონაწილეები და ვინც იდენტიფიცირებული იქნა მათივე მიერ მათ ვერსიას რომ გავყოთ, რომ მე ვერაფერს ვერ ვამტკიცებ, ჯერ ამას გამოძიება იტყვის, ყველანი, ანუ აქტორები ყველანი არიან ნაცები და ნაცებსვე აწყობდათ. ალბათ დასკვნების გამოტანა მარტივია, თუმცა ამ ვერსიასაც არ გავყვეთ, იმიტომ რომ ეს მათი ვერსიის თანახმად გამოდის, ასე დავალოდოთ გამოძიების შედეგებს. და თუ ერთხელ მე თქვენთან რომ ჩავერთე, ჩემი ინიციატივით იმ დღეს, იქ თქვი, თუ ეს არის ისეთი ვიღაცის გაკეთებული და თუ მაშინ მონაწილეობს ისეთი ადამიანი ერთ-ერთი იდენტიფიცირებული, არ ფიქსირდება როგორც ნაცმოძრაობის ხარდამჭერი, მათივე ვერსიას აქაც რომ გავყვეთ, გაკეთებულია ვინმე ჩვენი მომხრის მიერ მაგალითად. მე მას შემიძლია უთხრა, რომ ამ საქციელით ჩვენი მხარდაჭერა კი არა, ჩაიდინა უდიდესი მავნებლობა და ნაცების წისქვილზე დაასხა წყალი. ეს მეორე ვერსიის თანახმად. ეხლა თუ რაღაც კოჰაბიტაციური იყო შენაერთი რაღაცა და ის ახორციელებდა ამ დანაშაულს, მაშინ არ ვიცი რა შეა საქმე. ეგ უამრავი ვერსიაა, მათ შორის რამდენიმე დღით ადრე, ესეთ ეხლა თბილისია, საქართველოა, არ ვარ დიდი ქვეყანა და არც ძალიან დიდი ქალაქი გვხვდება ქალაქი, ხო? ყველაფერი ვიცით. იქ ვრცელდება, აი ესე ყველაფერი დეტალების დონეზე რომ არ ვიცოდეთ, ეხლა ვიღაცა არ გამომეკიდოს სიტყვებზე, მაგრამ რაღაცები ვრცელდება, ხო, 1000 გვარ ვერსიას მოისმენ ამ ქალაქში. იქ ვრცელდება ინფორმაცია წინა დღეების განმავლობაში და მართლა იყო და ნაკლები ყურადღება მიაქცია სხვათა შორის მედიამ ყველამ ამას, როგორც თქვენთან ვიცი რომ გახმოვანდა ეს ამბავი, ორი ადამიანი მომიტინგეებმა სახლში მიმავალი მთაწმინდელები სასტიკაცემეს, ეს თავი ქონდა გატეხილი და საავადმყოფოშიც მოხვდა. წინა დღეს იყო რაღაცა ინციდენტი, მაგრამ ეს არის ჩავთვალოთ რა ვიცი, ჭორაობის დონეზე ვერსიები, მაგრამ ამას არ შევაეხა ამ ჭორაობაში, მაგრამ ვერსიების დონეზე უამრავი რამ ვრცელდება. და მით უმეტეს ახლა ამ ვერსიას ჩვენ ვერ გავყვებით მსჯელობაში, იმიტომ რომ ხა მართლა ჭორაობას ვერ დავიწყებთ ტრიბუნალთან, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ უბრალოდ რომ 1000 გვარი ვერსია არსებობს და ვერსია ერთადერთი და რეალური იქნება ის, რასაც მტკიცებულებების ფაქტობრივი გარემოებების დონეზე დადებს საგამოძიებო სამსახური ამასთან დაკავშირებით.